და განსაკუთრებით თბილისში ეს არის ხელშესახები. მიუხედავად ყველაფრისა, რაც გააკეთეს და ჩემის აზრით ყველაზე დიდი მასშტაბი გაყალბების იყო თბილისში, მაინც თბილისში მათემატიკურად მათ ვერ გაიფორმეს, ანუ ჯამურად ის შედეგი, რომელიც მათ სურდა. და ეს იგრძნობა, ანუ საერთოდ არ ჭირდება არც ექსპერტიზა, არ ჭირდება არც ეგზიტ პოლი. უბრალოდ საკმარისია თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდე და ხედავდე რამდენი თანამოაზრე ყავს ამ პროცესში. ჩვენი უახლოესი პერიოდის ამოცანა არის შემდეგი, რომ ის პარლამენტი, რომელიც პარლამენტი არ არის, მაგრამ მიხარით ვეძახით მომავალ პარლამენტს, არ შედგეს როგორც საქართველოს პარლამენტი. ეს პარლამენტი როგორც საქართველოს პარლამენტი ვერ შედგება. განვითარებულმა სოფლიომ ეტა არ აღიარა ამ არჩევნების შედეგები. არც ამერიკის შეერთებულ შტატებმა და არც ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებმა. მეტიც ითხოვენ, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანგარიშ გასაწევი პოლიტიკოსები დასავლეთში გამოძიების ჩატარებას, ხო? და როდესაც შენ ქვეყნის შიგნით ყავს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვინც არათუ არ აღიარებს, არამედ გიპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ ის არის ცხადად გაყალბებული და ქვეყნის გარეთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ გიღიარებს არჩევნების შედეგებს, ამ პარლამენტში რა თქმა უნდა არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა. უმნიშვნელოვანესია, მე ვიცი ხა თქვენ ჩვენ ყველა მაყურებლებმა ქართული ოცნების ბუნება, ხო იცი? ერთადერთ რამეზე თუ კი ფიქრობს ახლა ივანიშვილი, რომ იქნებ ვინმე შეატრიოს ამ პარლამენტში. ეს ვინმე არ უნდა იყოს 3, 4 და 5 ადამიანი, რაღაცა ფრაქცია მაინც შეუძლებელია. აი ეს ადამიანები და ყოველდღიური მოძრაობა, ბრძოლა, ყოველდღიური განაწილების გარეშე არის გარანტი, რომ არავის ღმერთი არ გაუწმეს, ესეც და არ გაუწმება, დარწმუნებული ვარ. ამიტომ ამაზე თანხმობა არის ყველასგან. მათ შორის იცით განვლილი გამოცდილების გათვალისწინებით, ხო? საზოგადოების ნაწილში არის შიშნარევი განცდა, რომ იქნებ ვინმე მაინც ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც სახელმწიფოს მომავალს დაუზიანებს, ხო? ამიტომ ჩვენ ახაც ხიზად, სულ გულწრფელად გქონდათ, ხიზად უნდა ვიყოთ. ერთ-ერთი არ აღიარების პოლიტიკა არჩევნებთან დაკავშირებით, ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან და მეორე, ეს პარლამენტი ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი. აი ეს სტატუს კო უნდა შეენარჩუნდეს და პარალელურად ყოველდღიური ბრძოლა მანამ სანამ აი გაცილებით ხო ბევრი ვარ დღეს ამ ნაწილში თბილისის მეორე ნაწილში ხა ორი კოლონა შეერთება. გაცილებით მეტნი ვიქნებით. უბრალოდ ფიზიკურად ცოცხალი ადამიანები ქუჩაში უნდა გამოვიდეთ. და დასავლეთის ხარდაჭერას მაშინ ექნება გაცილებით მეტი ფასი და ეფექტი. და ივანიშვილის ხელისუფლებას იძულებული გახდება ჩაანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. შემოვკითხოთ როგორ ამ ცესხის პირობებში არავითარ შემთხვევაში ეს ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. მოიპარეს არჩევნები, არ უნდა ამ ხალხს ეს პარლამენტი, ამათი პარლამენტი. ამ ხალხს უნდა სუვერენული პარლამენტი, სადაც თქვენი და თქვენი მაყურებლების ინტერესი აისახება და არა კობახიძეს და ღარიბაშვილის და კალაძის. და მილიონნახევრიან ქალაქში ეს მუხტი როდესაცაა, მილიონნახევრიან ქალაქში აი ეს წინააღმდეგობის უნარი რომ არის, მიუხედავად მძიმე ემოციებისა, პოსტსაარჩევნო დღეებისა, ეს მიუთითებს შემდეგზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება მზარდი.